ეთერში ვართ. მოგესალმებით, ჩემო საყვარელო გოგოებო და ბიჭებო და კაცებო და ქალებო. ძალიან მიხარია, რომ საშუალება მომცა ამონაშვილის აკადემიამ, რომ თქვენთან ვიურთიერთო. ამ каранტინის დროს სოციალური აქტივობა ძალიან სასურველი რამ გახდა ჩვენთვის, იმიტომ რომ მიჩვეული ვართ ყოველდღიურად ძალიან ბევრ ადამიანთან კონტაქტს და აი ამის დეფიციტი ნამდვილად გვაქვს. იმედია თქვენც გაგიხალისებთ ჩემთან ურთიერთობა დღევანდელი საღამოს და დღევანდელი თემა როგორც დაანონსებული იყო არის ოჯახური თამაშები. რას უკავშირდება, რატომ ავირჩიეთ ეს თემა? იმიტომ ავირჩიეთ, რომ ოჯახი ყველამ ვიცოდით, რომ მთავარი ღირებულება იყო, მაგრამ რაღაცა მიიჩქმალა ეს თემა, იმიტომ რომ სამსახური, იმიტომ რომ აბა ყველას თავისი ინტერესი გააჩნდა და ევროპაშიც როცა მოგზაურობდით მე და პაატა, უკვე ნახეთ, რომ ოჯახის ინსტიტუტი პრაქტიკულად დანგრევის პირას არის, იმიტომ რომ ადამიანები არჩევენ მარტო ცხოვრებას, თქვა ცხოველის ყოფნას სახლში, ვიდრე თქვა შვილის გაზდას და ასე შემდეგ და სერიოზულად ნერვიულობდით მე და პაატა ამ თემაზე და როგორც მოგეხსენება ჩვენი ოჯახში ხშირად ჩამოდიან სტუმრები სხვადასხვა ქვეყნიდან, ოჯახები და მართლა აი ძალიან ბევრი პრობლემა არსებობს ოჯახის გარშემო, მაგრამ ამ კორონავირუსმა ჩამოკრა ზარი, ჩავკეტა სულ ყველანი ერთად ოჯახის წევრები და შეიძლება ითქვას, რომ ზოგმა მამამ პირველად დაინახა ესე ახლოდან თავისი შვილი და მათი პრობლემები, ზოგმა დედამ პირველად დაიწყო სადილის გაკეთება სახლში და ასე შემდეგ. და როგორ გავხადოთ ახლა ეს სიტუაცია სახალისო, იმიტომ რომ ყველანაირი პრობლემა ჩვენ უნდა გადავაქციოთ ჩვენ პრიორიტეტად. და უნდა ნამდვილად დავიჯეროთ ის ამბავი, რომ ყველა კრიზისის მერე აუცილებლად კათარზისი დგება და ახლა ეს ყველაფერი რაც ჩვენ თავს არის, აუცილებლად იმიტომ ხდება, რომ ჩვენ უკეთესები გავხდეთ და ამიტომაც აი რაღაცნაირად ჩამაფიქრა თემა ოჯახურმა ტრადიციებმა, იმიტომ რომ ხშირად აი როცა მე და პაატა მარტო დავრჩით სახლში, უკვე რაღაცა ის ფიქრობთ იმას, რომ აი გახსოვს დედა და მამა რო იყვნენ და აი მარტო შაბათ-კვირას იყვნენ ხოლმე დედაჩემი და მამაჩემიც მუშაობდა ესე მთელი კვირის განმავლობაში და რას ვაკეთებდით ერთად რო ვიყავით სახლში. აი პირველი რაც გაგვახსენდა ეს იყო ერთად ტრაპეზი, ანუ ერთად სადილზე შეკრება. ეს პაატას სახლშიც ესე იყო, ჩემს სახლშიც ესე იყო, რომ ვახშამზე, რომ სამსახურიდან დაბრუნდებოდნენ, ერთმანეთს ველოდებოდით და მერე დავსვლებოდით და აბა ვის რა დღე ქონდა, როგორ ქონდა და ეს საუბრები ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის და ეხაც მინდა რაღაცა გითხრათ ეს, რომ დღესაც მე და პაატა სპეციალურად დღეში ერთხელ ვჭამთ და ეს ერთი სადილი ჩვენთვის არის შეხვედრის ადგილი, იმიტომ რომ ჯერ ვამზადებ ამ სადილს პაატასთვის, თვითონაც მეხმარება, მერე ვხდებით, ლამაზად ვაფორმებთ ამ მაგიდას, სუფრას, ვლოცულობთ სუფრის წინ, მისი კვების წინ და ძალიან სასიამოვნო საუბრები გვაქვს ხოლმე, რომელიც მერე მთელი საათი გრძელდება ეს ჩვენი სადილი. ასევე ძალიან ტკბილად მახსენდება ზღაპრების კითხვა, როცა თქვათ მამაჩემი დამისვამდა ხოლმე ესე მუცელზე და თქვათ რაც ქართულ ზღაპრებს მიყვებოდა. სტუმრების მიღება მახსენდება კარგად, ეს იყო დაბადების დღეები თუ სხვა რაღაც საზეიმო დღეები, სადაც ყველა ჩართული ვიყავით სახლის გაფორმებაში და სტუმრების მიღებაში. შემდეგ აი, როდესაც თქვათ უკვე გავიზარდეთ და მოვიზარდ, თქვათ აი აქ ჩვენ ბუშეთში სტუმრები მოდიან, ოჯახები, ხო? ჩვენ დავიწყეთ რაღაც ახალი ტრადიციების მოფიქრება მათთვის. იმიტომ რომ მართლა დეფიციტია, რომ თქვათ სიყვარული აუხსნან ერთმანეთს. აი თქვათ ახლა აი ამ ბოლო დღეებში მე და პაატა ესეთი ტრადიცია დავამკვიდრეთ, რომ ერთმანეთს უთხრათ დიგრით კომპლიმენტები მაგალითად, ხო? სიამბირეში ქალსაც და კაცსაც ძალიან სჭირდება ესეთი კომპლიმენტები, რომელიც მე დღის განმავლობაში გათბობს ხოლმე და აი ესე რაღაცა ერთმანეთს რომ გაულამაზოთ დღე. ვაწესებთ ხოლმე თქვათ სიყვარულის დღე, მეგობრობის დღე, სიმშვიდის დღე. ეს არის ერთგვარი გამოცდები ჩვენთვის, ჩვენი ოჯახის წევრებისთვის, აი თქვათ როცა იტყვი რომ აი დღეს სიმშვიდის დღე მაქვს და
აი რაც არ უნდა მოხდეს, მე დღეს არ ამღელდები და არაფერს არ გავაკეთებ. ხან გამოგივა, ხან არ გამოგივა, მაგრამ ყურადღების კონცენტრაცია მიდის, აი ვთქვათ, იქითკენ, რომ შენ აკონტროლებ შენ თავს, დაუშვათ უფრო თავშეკავებული ხდები და დაგტოვებს ეს შენი გაღიზიანება და ასე შემდეგ. ასევე ძალიან კარგად მახსენდება აი ჩაისმის ცერემონიალი, როცა აი ჩაის დაყენება და ეს ჩაის გარშემო ლიტერატურული საუბრები იყო ძალიან სასურველი. გაგეცინებათ და აი ესე ძალიან კარგად სურათხატი მახსოვს, როდესაც დედაჩემი თეთრეულს გარეცხავდა და მამაჩემი და დედაჩემი წელავდნენ აი ამ სარეცხს, რომ კარგად გაეუთევებია დედაჩემს ეს. არ ვიცი, აი ძალიან ოჯახური სიმყოდროვის შეგრძნებას მიჩენდა ეს შემთხვევა, იმიტომ რომ ხედავდი, რომ აი დედა და მამა ერთად ფუსფუსობენ და ერთად არიან და რაღაცა საქმეს აკეთებენ და ეს როგორც ბავშვის ჩემი მაშინ რაღაცა ჩემ სიმყარეს, ჩემ კომფორტს მაძლევდა. ამიტომ რაღაცა კაი იქნება თუ ხშირად მივცევთ ჩვენ შვილებს აი ესეთი სურათხატების იმას, რომ მათ იგრძნონ მყუდროდ სახში და დაცულად თავები, მანამ პატარები არიან, რა თქმა უნდა. ასევე მე მახსოვს, რომ როდესაც იყო ომიანობის დრო და შუქი მიდიოდა და ასე შემდეგ, დედაჩემი და მამაჩემი ფორტეპიანოსთან დაждდებოდნენ ხოლმე, სანთლებს აანთებდნენ შატლებზე და მღეროდნენ პიანინოსთან. ეს მოხალისებდა ბნელ დროს. აი კიდე ძილის წინ პროცედურები თქვათ, მე და ჩემ შვილიშვილს გვქონდა ესეთი პროცედურები, როდესაც პატარა იყო, ხან აბაზანას აუსებდი, ხან რაღაცა ქაფით, ხან რაღაცა მშვიდ მუსიკას ჩაურთავდი, ზღაპრების მოყოლა, ქონდა ტრადიციული გმირის ყავდა მოფიქრებული ბუბა, რომელზედაც დღემდე რო დაწובה მომიყევის ზღაპარი, დიდი გოგო, მაგრამ აი ეს დარჩა მას რაღაც ოჯახურ ტრადიციად. ასევე ოჯახი იყოფა ხოლმე რაღაც პატარ-პატარა სეგმენტ ჯგუფებად, ხო? აი ზოგჯერ თუ ბიჭი არის სახლში, მამა და ვაჟიშვილი დამეგობრდებიან უფრო და რაღაც თავის საიდუმლოს გაიჩენენ. ასევე დედა და ქალიშვილი შეიძლება რაღაცა თავისი პატარ-პატარა საიდუმლო, ქალების ჯგუფი, მაგალითად მე ჩემ შვილს და ჩემ თამუშას გვაქვს დედაშვილობის კვირეული ხოლმე და დავდივართ ხოლმე სადღაც ერთად გავდივართ და მთელი კვირა ერთად ავართ და ერთმანეთს საიდუმლოებს უცვლით, ერთმანეთს უფრო კარგად ვიცნობთ. ეს ძალიან ღირებული დღეებია ხოლმე და ძალიან ველოდებით წელიწადში იმ ერთ კვირას, როცა ჩვენ ეს დედაშვილობის კვირეული გვექნება ხოლმე. ძირითადი საკითხი არის ხოლმე ბავშვებს როგორ უძლებთ. ახლა ჩვენი ოჯახი ისეთია, რომ ხშირად ფსიქოლოგების ოჯახი ვართ და ხშირად ხალხი მოგმართავს გასაჭირით, რომ აი ვერ აუდივართ ბავშვების, აი აღზნებულები არიან, სახლში ვერ ჩერდებიან, ასყდებიან კედლებს, მოკლედ ენერგია აქვს და აი რა ვქნათ, გვიშველეთ და ასე შემდეგ. ნიცამ ძალიან მშვენივრად ილაპარაკა, წინა კვირას ჰქონდა ლექცია ბავშვის ფსიქოლოგიაზე ჰუმანური პედაგოგიკის მიხედვით და მეც გავმეორდები ნიცას თემას, გავამყარებ, რომ სამი გასაღები გვაქვს ბავშვთან ურთიერთობით, რომ ურთიერთობისთვის, რომ ბავშვი იყოს ის ჩვენი მეგობარი და ადვილად მართვას აღარ დავარქვამდი ამას, ანუ ადვილად გვემეგობროს და ვთქვათ არ გავიდეს ჭკვიდან. ეს სამი გასაღები არის ესეთი რამ, დიდობის განცდა, არჩევანის უფლება და წინააღმდეგობების დაძლევა. ანუ ეს რას ნიშნავს ეს სამი სიტყვა? დიდობის განცდა არის, რომ ბავშვს არასდროს არ უნდა მოვექცეთ ისე, რომ ვთქვათ, აი შენ პატარა ხარ და ჯერ ეს არ შეგიძლია და ასე შემდეგ. როგორც როცა ბავშვი გრძნობს, რომ მას როგორც დიდს დასულ ადამიანს ეურთიერთები, ძალიან ბევრი რამე ეხსნება ამის შესაძლებლობების მხრივ. ასევე არჩევანის უფლება, როდესაც მას აძლევ თქვათ, რომ გარკვეულ ღმერთმა ჩვენს უყელას მოგცა არჩევანის უფლება, ჩვენ ყოველწუთას ვაკეთებთ ეს, გავაკეთოთ თუ ის, ეს ავირჩიოთ თუ ის და ასე შემდეგ. ასევე ბავშვს აქვს ეს უფლება და როდესაც მშობელი არ ღვევს მის უფლებებს და აუცილებლად გამოწერილი აქვს ბავშვმა, რაც უნდა გააკეთოს დილიდან და ეუნება შენ, ეხლა ეს უნდა ჩაიცვა, ეს უნდა ჭამო, ეს უნდა იქნა წახვიდა, ეს უნდა გააკეთო, ხო? ბავშვი ეს ძალიან დიდი აგრესია გროვდება, ამიტომ აი ეს არჩევანის უფლება რაღაცნაირად უფროსებმა უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენ თუ გვსიამოვნებს ეს, რომ გაძლევენ ამ არჩევანის უფლებას და ღმერთის მიერ არის ეს მოწებული, ბავშვსაც ჩვენ უნდა მივცეთ ეს არჩევანის უფლება. მაგალითად, ჩვენ დღის რეჟიმს ერთად ვადგენთ ხომ, ეს არ ნიშნავს, რომ
ბავშვს ესე იგი რაღაცა ისეთი უფლებები მივცეთ, რომ თავზე დაგვაჭდეს, აი ხშირად ურევენ ხოლმე ამას ერთმანეთში. არა, უბრალოდ მას უნდა შეეძლოს ვთქვათ რაღაციდან რაღაცის არჩევა, ხო? და რჩევასაც მიიღებს და ყველაფერს, მაგალითად ქცევის წესების და ვთქვათ რაღაცა შევთანხმდებით ხოლმე, რომ მოდი აი ასე მოვიქცეთ. თუ ბავშვი თვითონ ირჩევს ქცევის წესებს, ის აღარ დაარღვევს თავის არჩევას, მაგრამ თუ ჩვენს მიერ არის თავს მოხვეული, მაშინ რა თქმა უნდა სიამოვნებით დაარღვევს. ხო, აი ესეთ როდესაც ეს სამი გასაღები ხელში გვიჭირავს და მესამეზე არ მithქვამს, ეს არის წინააღმდეგობის დაძლევით განვითარება, ანუ ბავშვს ჭირდება, რომ რაღაცა წინააღმდეგობა შეხვდეს, რომ ის დასძლიოს და განვითარდეს ამითი. თუ სულ ყველაფერი კარგად არის და ბავშვს ყოვზი არ გაუვარდეს ხელიდან და არასოდეს ყოვს ხელში არ მივცემ და ჩვენ თვითონ ვაჭვევთ, თუ თებში არ გაუტყდეს და ჩვენ თვითონ დაურეცხავთ ყველაფერს, მაშინ გამოვა ისე, რომ ბავშვი ვერანაირ წინააღმდეგობას ვერ დაძლევს და აქედან გამომდინარე ვერც განვითარდება. მოკლედ აი სამი გასაღები თუ ხელში გვიჭირავს და ვიცით გაცნობიერებულად, რომ აი ეს ჩვენი ურთიერთობის ფორმა ამ სამ გასაღებს უნდა დაყრდნობით, უნდა განვითარდეს, მაშინ ჩვენ უკვე შეგვიძლია ბავშვთან ძალიან მრავალი შესაძლებლობები გაგვეხსნას. მაგალითად ვითამაშოთ სამაგიდო თამაშები, ეს არის ჭადრაკი, თუ კარტი, თუ ლოტო, თუ ნარდი, თუ დომინო, რა ვიცი, არიან ბავშვები, რომლებსაც უყვართ ჩართვა, მაგალითად პატარა ასაკიდან თამაშა ჭადრაკსაც თამაშობდა, კარტის თამაში უყვარს, ლოტოს, სხვადასხვანაირი ლოტოები ქონდა, სამაგიდო, აი ეს ბორდ გეიმები რო ქვია, ძალიან მრავალნაირი სუყიდულობს პაატა თამაშისთვის და ძალიან მრავალნაირი თამაშები გვაქვს და აი ოჯახურად აი ამ თამაშების დროც ჩვენს რეჟიმში არის ჩართული. მე არ ამგონია, რომ მთელი დღე მშობლები და ბავშვები სულ ერთად უნდა იყოს, ამის თქმას არ ვაპირებ, რა თქმა უნდა, მაგრამ რაღაცა დრო უნდა იყოს საერთო დრო გამოყოფილი, ვთქვათ, აი ამ თამაშებისთვის, როცა სულ ყველა დაელოდება სიხარულით და ჩაერთვება ამ თამაშს და რა ვიცი, ოლიმპიადები და ჩემპიონები და ჩემპიონატები შეიძლება გაიმართოს. ასევე ფსიქოლოგიური თამაშები გვაქვს მოფიქრებული ძალიან ბევრი ჩვენ. თუ ამ ეს თამაშები უბრალოდ დაგაინტერესებთ, შეგვიძლია რომ ცალკე თემა გავხსნათ, ან თქვენ თუ მოიწერთ რაღაცა კითხვებს იქიდან დაკავშირებით, მე დიდი სიამოვნებით გიპასუხებდით თითოეულ თამაშს. ეს ფსიქოლოგიური თამაშები არის, თქვათ, ცოლ-ქმარს შორის თამაშები, რამდენად იცნობენ ერთმანეთს კითხვების დასმით, საიდუმლო მეგობარი, როდესაც მფარველ ანგელოზს ვირჩევთ ხოლმე ოჯახში და საიდუმლოდ უნდა მფარველობა გაუწიოთ ოჯახის ერთ-ერთ წევრს და გამოიცნობს თუ არა ვინ ვის მფარველი ანგელოზი იყო ამ დღის განმავლობაში. ეს ძალიან საინტერესო თამაშია, სხვათა შორის ძალიან კარგად ვითარდება ხოლმე ჩვენს ოჯახში. ყვავილების ლოტო გვაქვს, თქვათ, ზოგ მამაკაც ან ქალს ან ბავშვს უჭირს ხოლმე, რომ თქვათ რაღაცა სიტყვებში გამოხატოს თან კომპლიმენტები გითხრას და არის ესეთი ყვავილი, თქვათ, ყაყაჩოს აწერიალო, შენ ჩემი გულის თქვათ სიყვარული ხარ, ან თქვათ გვირილა და დარწმუნებული ვარ, რომ შენს გიყვარვა, მეც ამდენ მიყვარხარ, ან რაღაც ესეთი სიტყვები და უბრალოდ ამ თამაშის დროს ერთმანეთს აწვდიან აი ამ ყვავილებს, ეს ძველი თამაშია, მებია ჩემის დროსაც თამაშობდნენ ამას და ძალიან სასიამოვნო თამაშია, ანუ კომპლიმენტებს ეუბნებიან ადამიანები ერთმანეთს, სინამდვილეში აჰა შენ ვარდი ეუბნება, მაგრამ იმ ვარდის უკან არის მთელი წინადადება და სიყვარულის ახსნა და ну გარკვეულწილად ზოგჯერ ხდებოდა ხოლმე სიყვარულის ახსნაც კიდე აი ამ თამაშის რა კიდე ერთი თამაში, რომლისკენაც მიმყავს ახლა ეს ჩვენი საუბარი, ეს არის პროფესიობანა. ეხლა ყველანი ჩვენ ვინც ვართ, რა თქმა უნდა ერთნაირი შესაძლებლობები არ აგვაქვს. ახლა მე თუ შემიძლია რომ თქვა ზღაპარი დავწერო, თქვენ შეიძლება კარგად აკეთებთ ბუღალტრულ აღრიცხვებს ან მშენებელი ხართ, ან რაღაცა სხვა პროფესიის წარმომადგენელი. ამიტომ ესე რომ ვიღაცას ყველას დაავალო რომ მოდი შენ წიგნი დააწერინე შენ შვილს ან მოდი შენ ეს გააკეთე, ალბათ სწორი არ იქნება. ალბათ კარგი იქნება, აი ჩვენ ვასტიბობის ბაღში ქონდა ესეთი ტრადიცია, რომ სტუმრად ვიწევდით მშობლებს და მათ სხვადასხვა პროფესია ქონდა და თავის პროფესიის შესახებ უამბობდნენ ბავშვებს და სხვათა შორის ბავშვები ამას იღებდნენ ძალიან დიდი
სიხარულით და სიყვარულით რა. და აქედან გამომდინარე, ვთქვათ, იგივე ექიმა რო ექიმობაზე საუბროს ბავშვს, რაღაცა გააკეთებიოს თავის პროფესიის მიხედვით, ვთქვათ, აი დინასტიები როგორც იქნება, ხო? აი ვთქვათ, კი არ დამალო შენი პროფესია შენი შვილებისგან, არამედ პირიქით, მასაც მისცე შენთან თანამშრომლობის უფლება. და ეხლა როცა ჩავიკეტეთ, ვთქვათ, ესე ბუშეთში, ღმერთმა გაგვიმართლა ჩვენ და გადმოგვიგდა ჩვენი შვილიშვილი თბილისშია და ახლა ინტერნეტით ესე ვერ ვურთიერთობთ ესე და გადმოგვიგდა ღმერთმა ერთი ძალიან ლამაზი პრინცესა, რომელსაც სახელად ანჩო ქვია და ეხლა მინდა რომ ეს ანჩო შემოვიდეს ჩვენთან კადრში, ანჩოც თბილისში ცხოვრობს, მაგრამ ამ კარანტინის დროს ჩვენსავით ჩამოსახლდა კახეთში, ბუშეთში, ხო, ჩვენს ედემში. მოდი, ნახეთ რა ლამაზი პრინცესა არის. თქვენც ისე მოგწონთ, როგორც მე მომწონს. ძალიან ესეთი თოჯინა გოგოათან ნიჭიერი გადასართ, თან რაც ძალიან მთავარია, ჩემი დაქალია. ჩემი დაქალი. ერთი ასეთი კითხვაა, ბებოებმა რა ვქნათ მეტისმეტი თავისუფლება ბებოებიდან რომ აქვთ ბავშვებსო? ხო და აი ეს ჰუმანური პედაგოგიკის კურსი, რომელსაც ახლა პაატა წაიყვანს, ალბათ ძალიან აუცილებელია, რომ სწორედ აი ეგ ნიუანსი გავარჩიოთ ერთმანეთისგან ზედმეტი თავისუფლება და ჰუმანური მოპყრობა. ანუ ეს ორი სხვადასხვა რაღაცა აბსოლუტურად, იმიტომ რომ ერთ შემთხვევაში ბავშვები თავზე გვაჯდებიან და თავის ჭკუაზე გვატარებენ და მეორე შემთხვევაში ვითარდებიან და ჩვენ მეგობრებად იქცევიან. ამიტომ მე გირჩევდით, რომ ახლა ესე ერთი პატარა საუბრის ფარგლებში ალბათ ვერ მოხერხდება ამის ესე გახსნა და აი პაატა და შალვა აუცილებლად გააკეთებენ სემინარებს ამონაშვილის აკადემიის გვერდზე და თუ ჩაერთვებით მათ სემინარებში აუცილებლად მიიღებთ თქვენ კითხვაზე ძალიან კარგ პასუხს. ეხლა მე და ანჩოს ამბავი მინდა მოვყვევნა. ანუ რა თამაში შევთავაზე ანჩოს, რომ მე შემიძლია თქვა, რომ აგიხსნა როგორ უნდა გახდე მწერალი. ანჩო ძალიან დაინტერესდა. ხო და მოდი მეთქი გავაკეთოთ წიგნი. ნამდვილი წიგნი. ხო და ანჩო ცოტა ესე ეჭუჩე მხედა რომ ესე როგორო და რაღაცაო ასევე ისეო, მაგრამ სინამდვილეში დავიწყეთ ამ წიგნზე ერთად მუშაობა. ეხლა ამ ჩვენ შეხვედრებს არ ქონდა არც ლექსიის ფორმა, არა, უფრო რა ფორმა ქონდა, არც თამაშის ფორმა არ ქონდა. მუშაობდით, არა, სერიოზული მუშაობის ფორმა ქონდა, როგორ ორი დასრული ადამიანი, რომელსაც რაღაცა მიზანი აქვს. ეს ჩვენი მიზანი იყო, რომ პირველი რა მიზანი ქონდა? მშობლები და ბავშვები უფრო დავაახლოთ. ხო. და პრეზენტაციაც ხო. ანუ ეს პრეზენტაციაც მაგიტომ მოვიგონეთ, რომ ისეთი ზღაპარი გვინდოდა მოგვეფიქრებია, რომ აი მშობლებს და ბავშვებს უფრო კარგად გაიგოთ ერთმანეთი, ხო? ხო, ავირჩიეთ ორი გმირი. ეს რომელი გმირები არიან, აბა? ალექსანდრე და ალექსი. ხო, ეს ძალიან მაგარი სათაური მოიგონა. აი, მან მოდიო ტყუპები იყვნენ, იმიტომ რომ დედაშვილები ყავს ტყუპები, ერთი ტყუპი, ორი ტყუპი, სამი ტყუპი და ეს თემა ეტყობა ძალიან აქტუალურია. ანჩესთვის და მოიფიქრა, რომ მოდი ტყუპები იყვნენ. ხო, თან ჩემი ძმაც ხო იყო, მაშინ ხო დადიოდა ჩვენთან ერთად. მაგრამ მე აღარ დაინტერესა და გავუშვა. მე და თამრიკო მაინც გავაგზავნეთ წიგნის წერა და იმიტომ მინდოდა ბიჭი და გოგო და გაბრიელიც იყო მაშინ და შეძლო ბიჭია და ბიჭებზე უფრო კარგად იცის გაბრიელმა და მოეყოლა გაბრიელს. მაგრამ დაგვეხმარა რაღაცეებში ბებადი, კი დაგვეხმარა. უბრალოდ იცი რა გაბრიელს არ უყარს როდესაც ვთქვათ, აი, კარგად წერა არ გამოსდის და ჩვენ კიდე რაღაცებს წერდით და რო არ გამოსდიოდა, ამბობდა რომ მე აღარ მინდაო თქვენთან, ხო? ხო, დავიღალე და რაღაცები, მაგრამ სინამდვილეში გაბრიელიც დაგვეხმარა მაგაში. ხო. მოკლედ ახლა როგორ დავიწყეთ ამ წიგნის გაკეთება? იქნებ თქვენს გამოგადგეთ ესეთი ჩვენი გეგმა, იმიტომ გადავწყვიტეთ დღეს, იმიტომ რომ რაღაც ბევრს მოეწონა ეს ჩვენი წიგნი, ხო? უკვე პოპულარულიც გახდა, YouTube-ზეც დაიდო, მარიამიც ანჩოს დედიკოც ჩაერთო ამაში, იმიტომ რომ რა მაგარიაო და ტიპაჟები მოვიგონეთ, საერთოდ ანჩო კარგად ხატავს, ტიპაჟებიც დახატა. მარიამთან ერთად მოძებნა ეს სახეები, რაღაცები, მთელი ამბავი, ხო და
მოკლედ, ეხლა ჩვენ მოდი, იცი ანჩო რა უთხრათ მაყურებელს, რომ აი თავიდან რა პრობლემა დავსახეთ, რომ რაზე უნდა ყოფილიყო ჩვენი ისა. კი ეს რომ ურთიერთ გაეგოთ, მაგრამ აი შენ თვითონ რაღაცა პრობლემა გქონდა, რომლის მოგვარებაც დავისახეთ ჩვენ მიზნად, აბა? აი რაღაცა შიში რო გქონდა შენ მარტო დარჩენის და რაღაცა მარტო დარჩენის შიშმა ძალიან დიდი. მაგრამ მე და თამეკო რო დავიწყოთ ეს გაკვეთილები, თამეკო მითხრეთ პატარა კუთხე მოაწყე შენიო და იქ დარჩი 20 წუთი და რაც გინდა ის აკეთეო და გავაკეთე და ეხლა სადაც გინდა წამიყვანო ახალ მაშინაა მარტო დარჩენი. ხო, ანუ ისა ბავში, ანუ ჩვენი ანჯო ძალიან დამოკიდებული იყო დედის აზრზე და რაღაცას რო იტყოდა სულ დადას უყურებდა თვალებში რომ სწორებს თუ არაო და მივხვდით რომ საჭირო იყო თავისი სამყარო შეექმნა, ხო? ხო და მართალი გითხრათ, ერთი კვირა ცოტა ეზარებოდა კი არა, ეშინოდა ცოტა ამ ოთახის გაკეთება, ხო, არ მინდა და მე დედიკოც ამოუდგა მხარში, ამაზი ოთახი მოაწყო თვითონ თავის ხელით და ეხლა ძალიანაც უყვარს იქ ხან მუსიკებს უსმენს, როგორ ვიცი, ხან რაღაცებს წერს თავისთვის და უკვე თავისი სამყარო გაუჩნდა. მე ვთქვათ, აი ეს გმირები დავიწყეთ ძალიან ბევრი თამაში გარდა იმისა, რომ ამას ვწერდით, თან რაღაცა თამაშებსაც ვაკეთებდით, რომ გაბრიელიც ჩაგვერთო შიგნით, ლექსიკის გასავითარებლებს, მაგალითად, ოთახში რომ ვიჯექით, აღწერდით ხოლმე ამ ოთახს. დაკვირვებულობას, ხო, აი მაგალითად რა ნივთები დევს ამ ოთახში და წინადადების ჩამოყალიბებას. რა მაგარი თამაში იყო? ხო, და წინადადების ჩამოყალიბებას ვსწავლობდით, ხო, რომ ვთქვათ, აი წიგნები, საინტერესო წიგნები დევს თაროებზე და ასე შემდეგ და ამის ჩაწერასაც ვაკეთებდით. თან არ უნდა გამეორებო. სიტყვა არ უნდა გამეორებო. და ისინი რომ ვივარჯიშეთ სინონიმები და ანტონიმები და ომონიმები, ხო, გახსოვს? რამდენი სიტყვა შეგვემა სიტყვათან ბარაგი გაგვიძლიერდა, ხო? და ესეთი ფაბულა შევადგინეთ. მოდი, აბა, მოკლედ მოუყევი შენ, რა ხდებოდა ამ ჩვენს რომანში? იყვნენ და-ძმა. იყვნენ ძალიან ზარმაცები. და ყავდათ ბებია, მამა და დედა. ეს დედა, მამა და ბებია არაძლევდნენ არაფრის უფლების გაკეთებას. გაკეთების უფლებას, ხო? ხო, არაძლევდნენ. ხო. მაგათ აკეთებდა ყველაფერს. დაბადების დღე იყო. ხო, დაბადების დღე იყო. ალექსანდრას უნდოდა რომ თებშები გაეწყო. ხო და ეგრევე ის დედა მოთხრა, ხო, დაგემტრო. დაგემტრეო და თავისად რაღაცა. და ის ასაცილო სცენაში რო აღწერე ის მომიყევია და ის ვარ. მამა და ხო. აი მიგცა ზოყაზე სასაცილო მომენტია თინჩი. სხატაში. გავიდნენ ალექსანდრე და მამა გარეთ ეზოში. ხო და ალექსანდრეს უნდა რომ დაბაროს. ხო, ბარ. ხო, ბარი, ჩვენში დაბაროს. ალექსანდრე უნება მამკუს. მამკუ შეიძლება დავბარო და რა ძმა მეკოկილებას ხავს. რა დროს ბარია? ჯერ სკოლაში წახვალ. უნდა დაამთავროს სკოლაო, ხო? დაამთავროს სკოლას. მე უმაღლესში ჩააბარე, მე პროფესორი გახდებიო და მე ალექსანდრე უნება. მე დავბარავ. მე შეიძლება რომ დავბარო და მამამ თქვა, არა, კაცო, რა დროს დაბარვა, ანუ საერთოდ აღარ მისცა მაგის უფლება, ხო? მე დაიქნა. აი, ასეთ დღეში იყვნენ ეს ბავშვები, რომ ყველაფერს დედა მამა უკეთებდა, მაგრამ დაბადების დღეზე მოხდა ერთი რამ. როცა შემოიტანეს დიდი ორსართულიანი ტორტი, ალექსანდრეს და ალექსანდრეს უნდა ჩაეკრათ სანთლები. უცებ ფანჯიდან შემოვარდა ქალი და ყველა სანთლები ჩააქრო. და სინათლე ჩაქრა. და კიდევ ვინ გაქრა? და მშობლები გაქრა. აი, საშიში ადგილია სხვათა შორის ჩვენ მოთხრობაში და
ისე თვალებზე იფარებდნენ ხო გახსოვს ანჩოს და ისის და ჩვენი გაბი რო უსმინა ეხლა მე წავალ დედასთან და რო ავიდა დედას უთხრა ეხლა იქ მულტფილმი მაყურებიო იმიტომ რომ იმდენად ცხადად წარმოიდგინა და მეგონა რომ ჩვენ უკვე მულტფილმი გაკეთებული გქონდა ხო და მართლაც მე მულტფილმიც გავაკეთოთ არა ხო და მე ესე იგი ეხლა ჯადოქარზე მინდა მომიყვე ძალიან საინტერესო რაღაცა გამოგვივიდა ეს ჯადოქარი იმიტომ რომ ანჩომ თქვა რომ მოდი ჯადოქარიო გავდესო შალიკო პაპასო და ეს შალიკო პაპა ისე კარგად ასახეთ, იმიტომ რომ ჩვენი შალიკო პაპა ხო სინამდვილეში ბავშვების მეგობარია და სულ მშობლებს ასწავლის როგორ უნდა მოიქცნენ ბავშვების წინაშე, ხო? ხო და თურმე ამან არ ჩააქრო. როგორ ჩააქრო? თურმე ამ ჯადოქარი იყო თან გვერდით სახში ცხოვრობდა. გვერდით სახში ცხოვრობდა. ფანჯრები აი ესე უყურებდნენ ერთმანეთს. და ზღაპრებს წერდა თან ზღაპრებს წერალი მეზღაპრე იყო ხო და თურმე ძალიან დიდი ხანია ალექსანდრეს და ალექსანდრას ფანჯრიდან დიდი ხანია ისმის ალექსანდრეს და ალექსანდრას კივილი დედას ბუბული ზუზუნი დუდუნი და ასე შემდეგ. და დაიღალა კაცი რა არისო ესა. წელს 99 წლის გახდაო. ხო და აღარ შემიძლიაო კაცო ამის ატანაო და ადგა და თვითონ ჩააქრო ტორტი. და სურვილი დაუსრულდა რა ჩაიფიქრა. რომ ყველა მშობელი ჩემს ოთახში აღმოჩნდეს. ხო და ამიტომაც ბავშვები დარჩნენ მარტო. ბავშვები მარტო დარჩნენ. მას რა ქვია ჯადოქართან კიდე მოხვდნენ მშობლები. ეხლა ეს ამბავი ძალიან გავდა სინამდვილეში ანჩოს ამბავს, იმიტომ რომ აი ესე ზუსტად დაშორდა ეს თავის მშობლებს და დარჩა მარტო თავის ოთახში, ხო? და იქ აღმოაჩინა, რომ ყველაფრის გაკეთება შეუძლია თავისით. წარწერა შეუძლია, დახატვა შეუძლია, ცეკვა შეუძლია და სულ არ ჭირდება დიდი დახმარებები, არა? ხო, აი ესეთი ძალა შეიძინა და ჩვენი ზღაპარი როგორ მთავრდება, ამას თქვენ გაიგებთ, თუ YouTube-ში შეხვალთ და შეიყვანთ ალექსანდრე და ალექსანდრას სახელს, ხო? და შეგიძლიათ ნახოთ ეს უკვე მარიამის გაკეთებული Facebook-ზეც არის, შეგიძლიათ ნახოთ თქვენ ბავშვებსაც წავკითხოთ და აი ეს არის ჩვენი შრომის, დიდი შრომის ხო, ზღაპარიც არის დადებული და წიგნისავითაც არის გაკეთებული. ხო, წიგნისავითაც არის და ეხლა ჩვენ კიდე ამის გარდა რომ ეს მოვიფიქრეთ, ავწერეთ თითოეული სცენა, აი მაგალითად დილის გაღვიძების სცენა ავწერეთ, ხო და აი დეტალები გავთვალეთ, როგორ საწოლებში წვანან ესენი, როგორ იღვიძებენ და ორი ხასიათი ჩამოვაყალიბეთ. ეხლა ალექსანდრა როგორია მოყევი და ალექსანდრე როგორია, აბა დილის სცენა რომ გავაკეთეთ იქიდან გამომდინარე, ხო? ის მძინარა არის, ჯერ ძინავს და ამა რო გაიღვიძა ალექსანდრა რა მოიფიქრა? ალექსანდრა მოიფიქრა რომ უნდა შეეშინებინა ალექსანდრა და ფანჯრს უკან დაიყალა და ზუილი დაიწყო. და იცოდა რომ ალექსანდრეს ძალიან ეშინოდა ფუტკრების. ხო და ამ ალექსანდრეს სიზმარში ჩაესმა. ფუტკრის ზუილი წამოვარდა გიჟივით გავარდა. იშველეთ! ხო და ეს კიდე ბზზ ესე დასდევდა, ხო? მე კიდე რომ დაინახა რომ ეს ბზუო და რა ამბავია. მე ალექსანდრემ რომ დაინახა რომ თავისი დაბზუო და მოთრია და აიღო ბალიში და ალექსანდრას თავში ისდროს. ბალიშების ბრძოლა დაიწყო. ხო და აი ესეთი ბალიშების ბრძოლა სინამდვილეში ყველა ოჯახში შეიძლება მოხდეს, ხო? და მე და ანჩო ვემზადებოდით, რომ აი თქვენ რაღაცა კითხვებს დაგვისვამდით. მე და ანჩო ეხლა პრინციპში მზადა ვართ, ეხლა რომ კარანტინი დამთავრდება, წიგნიც უნდა გამოვცეთ, პრეზენტაციაც უნდა გავაკეთოთ და ჩვენ გვინდა რომ პატარა რეპეტიცია გაგვატაროთ, თუ რამე კითხვა გაქვთ ჩვენთან ეხლა რომ მოგწეროთ უცებ რომ რაზე გინდათ რომ გიპასუხოთ. რომ აი ვითომ ეს წიგნი გაინტერესებთ თქვათ რაშია საქმე და აი კითხვები რომ დაგვისვათ. მაგალითად
მაგალითად რომელიმე სასაცილო სცენა ეს მოვყევით, ხო? საშიში სცენაც მოვყევით, ჯადოქარიც მოვყევით. სანთლის ტორტი ჩვენც თქვენი ოჯახის წე ხო? აი მოდი ახლა ვურჩიოთ ჩვენ მაყურებლებს, ვინც ვიყურებს, ხო? თქვათ რა თემებზე შეუძლიათ კიდე რომ ზღაპრები დაწერონ. ახლა ჩვენ რომ ამას მოვჩებით კიდე, რა შეიძლება რომ ზღაპრები, რა თემებზე შეიძლება რომ დავწეროთ ზღაპრები, შენ როგორ გონია? ჩვენ მიზეში ხო გვინდა კიდე რომ დავწეროთ მზიანეთზე პატარ-პატარა ზღაპრები. ეს მზიანეთის ამბავი კი არ იციან ჩვენმა მაყურებლებმა. მოდი მოვუყვეთ რა ხდება მზიანეთში. არის ჩამოდიან სხვადასხვა ქვეყნიდან ბავშვები და იყვებიან ჯგუფ-ჯგუფებად. ყველაზე პატარიდან დიდებამდე. მშობლები მიდიან ლექციებზე. როგორც ბავშვები სკოლაში ისე დადიან ლექციებზე, მასწავლებლად ყავთ შალიკო და ფატა, მშობლებს. და ბავშვები კიდე სადადიან? ბავშვები კიდე დადიან სამსახურში. ანუ ვითომ ადგილები გაიცვალეს. ხო, მშობლებმა და ბავშვებმა. ეს ხდება ყოველ ზაფხულში ჩვენთან და წელსაც ახლა თუ უცხოეთიდან არ ჩამოგვივიდნენ სტუმრები, ალბათ საქართველოდან ჩამოგვივა მშობლები და ბავშვები, ვინც აი ესე თავდაყირა უნდა შევატრიალოთ მშობლების სკოლაში, ბავშვების სამსახურში. და ძალიან გვინდა რომ აღწეროთ ეს პატარა სამსახურები, სადაც ბავშვები მუშაობენ. მე და ანჩო, რა სამსახურებია, აბა გავიხსენოთ. ერთი არის კაფე. კაფეში მუშაობენ, ძალიან ჯანმრთელ საკვებს აკეთებენ. ეხლა უზარმაზარი ბოსტანი გავაკეთეთ ჩვენ, სადაც სულ ჯანმრთელი ისინი სტაფილოები და კომპოსტოები და რაღაცები გვექნება, ხო, ბავშვები შეისწავლიან ლაბორატორიულად ამ ყველაფერს. კიდე ჩვენ გვაქვს ქონდა მაშველები. ეს მაშველები თავისი მანქანები ყავთ, ელექტრომანქანები, თავისი რაციები აქვთ და ყველა ოფისი ურეკავს რომ მაშველი გჭირდება, გთხოვთ, დაგვეხმაროთ ამაში და გთხოვთ, ეხლა ამ და გამოცხადეთ და ესენი დადიან და ხო, კიდე არ ვუთხარით რომ ჩვენ მერი ქალაქის მერი ყავს, მზიანეთის მერი. ფულიც რო გვაქვს? ფულიც გვაქვს. ხო. ლარის მაგივრად იცით რა ქვია? დარი. იმიტომ რომ მზიანეთში კარგი დარი არის და ფულიც არის დარი, ხო? და ბავშვებს აქვთ ეს დარები, მშობლებს არ აქვთ ფული. არ აქვთ ფული. და მშობლები, ბავშვები პატიჟებენ მშობლებს საცურაო აუზზე, კაფეში, სხვადასხვა წრეებზე, ვთქვათ, ხატვის კურსებზე და რაღაცებზე უხდიან ფულს, ხო? და ხშირად იცით როგორი რაღაცა ხდება ხოლმე, რომ მშობლები ეხვეწებიან ბავშვებს, რომ და ესაო, მიყიდეო რა რამეო, ან დამპატიჟეო სადმეო და ესე ხდება, რომ ბავშვები ეუბნებიან, რომ არა მე ფულს ვაგროვებ, რაღაცის ყიდვა მინდა. და არ აძლევებ მშობლებს ფულს. ეგრე არიან მშობლებიც. ეგრეც უნდა. ეგრეც უნდა მაგათაც. ხო, იმიტომ რომ ამ ფეტებზე ფულს არ გვაძლევ ხოლმე. ხო, ზოგჯერ ასე ხდება ხოლმე და მშობლები უკვე თავის თავს ნახულობენ იქა. კიდე გვაქვს ესეთი სამსახური, რომელსაც ქვია ბუნების დაცვის სამსახური. აუ, ტყეებში რო დადიან და პალატკები ღამე რო რჩებიან. ნეტა წელს შენ რო უკვე აღარ შეგეშინია მარტო დარჩენის, ნეტა წახვალ იქა. ჯერ არ იცი. მე მგონი თავისა თუ წავა შენს წახვალ. მე ესე მგონია, წელს უკვე ძალიან დიდი გოგო ხარ და წახვალ და ისეთ საინტერესო რამეები ხდება, იმიტომ რომ ამას ეძახიან ბავშვები მივლინებას. ანუ სხვადასხვა სამსახურიდან მივლინებით მიდიან და ზოგი ყვავილებს ეძებს, ზოგი ქვებს აგროვებს, ზოგი ჩანაწერებს აკეთებს. მედია ცენტრი რო გვაქვს? მედია ცენტრი გვაქვს. იცით რა მაგარ ფილმებს იღებენ ბავშვები? ძალიან მაგარ ფილმებს, გაზეთებს უშვებენ, წიგნებს უშვებენ. ხო და ჩვენ მე ხო, აბა ერთი ბიჭის ლექსები რო გამოვეცით, გახსოვს შარშან? ხო, მთელი წიგნი გამოვეცით. ძალიან საინტერესო წიგნი.
აი შემოკარგებო, აი ესეთი რაღაცეები გვაქვს აქ მზიანეთში. ასევე თვითონ მშობლებისთვისაც ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ აღმოჩნდება ხოლმე, რომ ეს ჰუმანური პედაგოგიკა არის გასაღები იმისთვის. ახლა როცა თქვენ უბრალოდ გესმით სიტყვა რომ თამაში, ბავშვთან თამაში, გონიათ რომ ეს რაღაცა დროის კარგო არის, ხო, თამაში, რომ დრო უნდა დაკარგოს, თითქოს დიდმაც და პატარამაც. სინამდვილეში თამაში არის ცხოვრების რეპეტიცია. ცხოვრების რეპეტიცია არის და თქვენ თუ დაინტერესდებით ბასტიბუბუს ბაღის საიტით, ეს არის bagi.bastibubujი და შეხვალთ იქ ნახავთ მთელ სტრუქტურას ამ თამაშების, თქვათ, როგორ პედაგოგი, როგორ უძღვება თამაშს, აი თქვათ, ქონდა რა ვთქვათ, მოგზაურობანას თამაში, სადაც ბავშვები ნამდვილ ბილეთებს იწერდნენ, პასპორტები, კონტროლის გასვლა და იქ პარიზშიც გაფრინდნენ თითქონ ეიფელის კოშკიდან შეხედეს მთელ ამბებს. ანუ შეგიძლიათ კიდე გადააქციოთ სახლი რომელიმე ქვეყნად, ხო, მოიფიქროთ. ეხლა, როცა ასეთი დაქალი ყავს, ხო, სახლში, როდესაც ფუცელზე დახატოთ. ხო. ფანტაზია არ ღალატობს ბავშვაშკარად. შეიძლება ერთი კითხვა წაგიკითხოთ. იქნებ დეტალებში მოგვიყეთ ბავშვებთან ერთად ზღაპრის დაწერის დრო, რა ეტაპები უნდა გავიაროთ, საიდან დავიწყოთ და რითი გავაგრძელოთ. არასდროს არ გამიკეთებია მსგავსი რამ და მგონია რომ ძალიან დააინტერესებს ჩემს შვილს, მაგრამ საიდან დავიწყო და როგორ გავაკეთო არ ვიცი. კარგით, ეხლავე ამ სტრუქტურას ეხავე ჩამოწერილი ვაქვს და გაგაცნობთ. პირველი რაც უნდა გავაკეთოთ, ვირჩევთ გმირს. ჯერ ბავშვთან ერთად ვთანხმდებით, როგორც მე და ანჩო შევთანხმდით, რისთვის ვაკეთებთ ამას. არა იმისთვის, რომ უბრალოდ წერა გვინდა, დროს გატარება გვინდა, რაღაცა მიზანი უნდა დავისახოთ აუცილებლად. აი მე და ანჩო მაგალითად დავისახეთ მიზანი, რომ პრეზენტაცია გავაკეთოთ და მშობლებს და ბავშვები დავაახლოვოთ ერთმანეთთან. და კიდე მიზნად დავისახეთ, რომ ის შიშები, რომელიც გვქონდა, რომ ამ მოგვეშორებინა თავიდან, ხო? აი ეს მიზანი განსაზღვრეთ ჯერ თქვენი შვილისთვის, თქვენ შვილთან ერთად. მეორე, ვირჩევთ გმირს. ეს გმირი ძალიან კარგი იქნება თუ იქნება კონკრეტულად თქვენი შვილის ხასიათის მატარებელი. ცოტა მაინც თუ გავს, ხო? აი ამჩაც ხო გიყვებოდათ, რომ ჩვენ გოგო და ბიჭი, იმიტომ ავირჩიეთ, რომ გაბრიელიც ვყავდა გუნდში და ბიჭის სახეც გვაინტერესებდა და გოგოს სახეც გვაინტერესებდა, ხო? ხო, როგორც მოგიყავით, გაბრიელი ხო ბიჭია და უფრო კარგად იცის ბიჭებს რაღაც. ხო, ბიჭების რაღაცები. ანუ პირველად ვირჩევთ გმირს. ეს გმირი შეიძლება იყოს 1, შეიძლება იყოს 2, შეიძლება იყოს 3. მერე, ასე იგი, მეორე მოთხოვნა არის, რომ ხასიათი აი ამ გმირების უნდა იყოს ახლოს იმ ბავშვთან, ვისთანაც ერთად თქვენ წერთ. მესამე არის გმირს უნდა ქონდეს რაღაცა პრობლემა, რომელიც უნდა დავაძლევიოთ ამ გმირს. მაგალითად, ჩვენ შემთხვევაში ამ გმირების პრობლემა იყო, რომ მათ არაფრის გაკეთების უფლებას არ აძლევდნენ მშობლები. თორე თვითონ უნდა. ხო. ეხლა ამ შოს კი არ აქვს ასეთი მშობლები, რომ არაფრის უფლებას არ აძლევდნენ. პირიქით, ყველაფრის უფლებასაც აძლევენ. მაგრამ უბრალოდ ჩვენ დავინახეთ ეს პრობლემა რა, რომ არსებობს ხო ბევრ ბავშვს აქვს ასეთი პრობლემა, რომ ვთქვათ, მშობლები ყველაფერს უკეთებენ ბავშვებს თავის მაგივრად. სინამდვილეში მშობლებს გონიათ, რომ კარგს უკეთებენ თავის შვილს, ხო, ძალიან უყვართ თავისი შვილი და უნდათ, რომ ყველაფერი საუკეთესოდ გამოვიდეს, მაგრამ ბავშვს თუ არ წაიქცა ფეხი, თუ არ იტკინა, ცხვირი თუ არ მოიტეხა ცოტა, ისე ვერ ასწავლებს შუას, მარტო დედის დარიგებით არა, ხო, ეს ერთი არის. ამიტომ უნდა ვაცალოთ ბავშვებსო და აი ეს პრობლემა დავსახეთ. ამიტომაც ჩვენი გმირები, ალექსანდრე და ალექსანდრა ავსახეთ, რომ როგორ თვითონ იღვიძებენ თავის დაბადების დღეზე და არაფრის გაკეთების უფლებას არ აძლევენ მშობლები, ხო? ასე იგი, ამ პრობლემას მიუსადაგეთ სხვადასხვანაირი სცენები, მაგალითად ბებიას სცენა ავსახეთ, როგორ წერილის კითხვას არ აცლის ბავშვებს და ეუბნება, რომ თქვენ კითხვა კარგად არ იცითო და მე წაგიკითხავთ მოსავლებს ბარათებსო. მამა ეგერ ბარს არ აძლევს, ეუბნება პროფესორი რომ გახდები და მეც აღარ შეიძლება ბარი რომ ხელში მოგიყვება. ანუ არასოდეს არ შეიძლება. დედა კიდე იმას ხელი არ მოკიდო, ეს არ მოკიდო. ანუ ეს შენია თუ რამე არ
გაუთხრა. რამე საშიშროება არ უნდა. აი დედას მაგალითად ეშინია რომ თითი არ გაიწროს ან არ გატეხოს. ხო, რამე არ გატეხ. ხო, მართალია. მოკლედ აი ეს არის რომ აი ეს პრობლემის მერე აღწერა უნდა მოხდეს. ხო, თქვათ როგორ არაცლიან ბავშვებს ეს მაგდად ალექსანდრეს დამატებითი გმირები და პირველად ახლოს არიან მამა, დედა და ბებია. მაგრამ მე კიდე გმირები კიდე დავამატეთ ჩვენ, სტუმრები რომ მოდიან. ხო, ახლა ეს რაში გვჭირდებოდა? იმიტომ გვჭირდებოდა რომ ბავშვებს ძალიან უყვარს თავისი თანატოლები, ხო? ყველას თავისი ხასიათი აქვს, იმიტომ რომ ისინიც მარტო რომ დარჩნენ პირველად, იმათ მშობლებაც პირველად ნახეს რომ ჯადოქარმა ტელევიზორში აჩვენა, რა მშვენივრად იქცევიან და ისინი კიდე რას აკეთებდნენ ტელევიზორში, რა დაინახეს მშობლებმა? რა დაინახეს? ალექსანდრეს გაქონდა ნაგავი. ალექსანდრას უნდა რომ სწრაფად მიელაგებინა, ხო? ანუ ყველაფერი გააკეთეს ისეთი რაღაცები, რასაც კეთი კიდე ჭურჭელს რეცხავდნენ, ხო? აი მოკლედ ბავშვებმა რასაც ოცნებობდნენ რომ ვითომ ვერ აკეთებენ, რომ მარტო რომ დარჩნენ მშვენივრად გააკეთეს. ანუ ესეც აი ნახეთ ბავშვებს თვითონ მოვაფიქრებინე ეს ვარიანტები, იმიტომ რომ ანჩო იჯდა და ჩემთან ერთად ამას მე ვიწერდი ჩხარ-ჩხარა, რასაც ანჩო ლაპარაკობდა და მეორე დღეს დავახვედრებდი ხოლმე ამას აღწერილს და დაწერილს. მერე ანჩო ამ დაწერილს თვითონვე გადაიწერდა ლამაზად, იმიტომ რომ წელის კულტურასაც ანვითარებს ეს სავარჯიშო, ლამაზად გადაიწერდა და სახლში კითხვით კარგად სწავლობდა. აქ წერილი პუნქტუაციის დაწერის თემებსაც იმახსოვრებდა, რომ თქვათ მძიმესად უნდა დაიწეროს, ძახილის ნიშანისად უნდა დაიწეროს, როგორ უნდა ჩამოყალიბდეს წინადადება, რაღაცა ნაწილები. ვთხოვე რომ ზეპირათაც ესწავლა და ზეპირათაც ისწავლა რაღაცა ნაწილები, იმიტომ რომ ბავშვებს სჭირდებათ მეტყველების ჩამოყალიბებისთვის რაღაცა მზამზა ფრაზები, რომელთაც ლექსიკას გაიმდიდრებენ და აი ესე ძალიან საინტერესოდ ჩემგარო მიდიოდა მე სახლში, მუშაობდა თავის ოთახში, ლამაზ ოთახში ჩაიკეტებოდა და მუშაობდა თავის თავზე. აი ეს იყო ძალიან დიდი წინსვლა ჩვენთვის. აგრეთვე ესე იგი, როდესაც ეს ამბავი მოფიქრდა, გმირები რომ იქ სტუმრები უნდა მოვიდნენ, ჯადოქარი ვინ იქნება, ანუ რაღაცა ამბავი უნდა მოხდეს. ჯერ მთავარია ვინები იქნებიან და რა ამბავი მოხდება. ხო, რა ამბავი მოხდება და ჩვენ ეს ამბავი სადღაც მესამე დღეს უკვე თავიდან ბოლომდე გააზრებული ქონდა, რომ უნდა მოვიდნენ დაბადების დღე უნდა მოხდეს, უნდა მოვიდნენ სტუმრები, რაღაცა უბედურება უნდა მოხდეს, ჯერ არ ვიცოდით ტორტი უნდა ჩაეკროთ, რა უნდა მომხდარიყო, მერე ვიღაცა ჯადოქარი უნდა გაჩენილიყო, რომელიც მშობლებს მოიტაცებდა და მერე ამ ბავშვებს მარტო დარჩენილებს უნდა გაეკეთებიათ ყველაფერი. აი ეს სადღაც მეორე დღეს უკვე ეს გეგმა გქონდა. მაგრამ მერე მესამე დღეს დაიწყო უკვე დაახვეწა ამ გეგმა, რომ ჯადოქარი როგორი იქნება, ვის სტუმრები მოვლენ, მაინც ეს უბედურება როგორ მოხდება და ძალიან საინტერესოდ მოიფიქრა ანჩომ ამ ტორტის ჩაქრობის ამბავი, რომ ფანჯრიდა რომ შეუბერა ჯადოქარმა და ჩააქრა დაბადების დღის სანთლები. როგორც ყველა წერას აქვს ჯადოსნური ძალები, ხო? აქვს ჯადოსნური ძალები. სინამდვილეში შეიძლება აქედან ფანჯრიდან რაც არ უნდა ახლოს იყოს სახლი ვერ ჩააქროს ვერავინ ისა, მაგრამ ეს ხო ჯადოქარი იყო და ჩვენ ხელგახსნილი გქონდა რომ ჯადოქარს ყველაფრის გაკეთება შეეძლო. მერე დავიწყეთ უკვე ფაბულა რომ ავაგეთ, გმირები რომ ჩამოვაყალიბეთ, უკვე დავიწყეთ სათითაო სცენის აღწერილობა. ეს იყო კიდე ძალიან საინტერესო თემა. თქვათ დაბადების დღეზე როგორ იგუძებენ, მოდი აღწეროთ და აი აქ წამოვიდა ფანტაზიები წამოვიდა რომ მოდი იმას ვითომ ბზიკის ეშინოდეს, მოდი ვითომ ეს ბზუის კიდე ბევრი სცენები, ისე შენ რა კარგად აღწერე, გახსოვს ისა
კარადაში რომ შეიხედავს ალექსანდრა და კაბები რო ეძახიან მე ჩამიცვი გახსოვს ანუ ძალიან საინტერესო სცენა დაწერა კიდე ანჩო მეკარო დედა აიჩემებს რომ რაღაცა საკარნავალო კაბა აცვია რომელიღაც ისტუმარს და მეც მინდა ასეთი კაბა რა ჩავიცვაო ბელეს კაბაო თუ რაღაცა ქეთის ეცვა პრინცესის კაბა ხოლო ალექსანდრა შეხედა მეც მინდა მოეწონა და ცოტა შეშურდა კიდეც თუნდაც მივიდა დედასთან და უთხრა ჩამოცვი ბელის კაბა ხო და ეს დედა კიდე ახალი კაბა ქონდა შეკერილი და უთხრა არა ეს ლამაზი კაბა გაცვია ეს და ეცვესო და მე შეგიკერე სპეციალურად ხო და ეს კიდე შევარდა კარადაში და არის ის რომ ჩაცმაც არ იცოდა თავის აბა დედა ხო და კაბები ეხვეწებოდნენ მე ჩამისვი მე თბილი ვარო მე ლამაზი ვარო და ვეღარ აერჩია თავბრო ეხვეოდა ხო რომ ამდენი რაღაცისგან რა კი უნდა თავისი დაერჩია მაგრამ მაშინ შემოვიდა დედა ხო აი ეს კაბა ჩაიწერა აი ხო ხედავთ აი ესე მხიარულად მიმდინარეობდა თვითონ სცენების აღწერა აი თითქოს ჩვენ თვალწინ ცოცხლდებოდა მე ჩხარ-ჩხარა ვიწერდი ანჩოს ამ სიტყვებს და როგორც კი მე ვალაგებდი ლამას მათ ფაბულად უკვე ანჩო ჩემგან იგებდა რომ მის ლამაზი აზრები როგორ ლამაზად უნდა დაალაგდეს ხო მე ამას იწერდა თავისი ლამაზი ხელით ძალიან ლამაზი კალიგრაფია აქვს სხვათა შორის და ისე ჩქარა წერს რომ გაგიკვირდება და თითო პატარა აბზაცს ვამუშავებდით ხო ყოველ დღე თითქმის ერთი თვე არ ვიმუშავეთ ამ წიგნზე მინდა გითხრათ ხო უკვე დავამთავრეთ არც გვეგონა ესე ჩქარა დავამთავრეთ წიგნის წერა ეგეთი იოლი საქმე არ არის მაგრამ მინდა გითხრათ რომ რაც თავარი ანჩოს არ მოგვეს და ამას მუშაობა წინ კიდე კაი პერსპექტივები გაქვს და კიდე არანაკლებ მთავარია რომ ჩაებას ამაში თქვათ მე როგორც მასწავლებლის პოზიციიდან ვიყავი ამ ეტაპზე თქვათ ჩავთვალოთ რომ ბებია ვარ და მე და მაგრამ დიდი მნიშვნელოვანია რომ ბებიას კიდე დაეხმაროს დედაც იმიტომ რომ მშობლის ჩართულობა უფრო სხვა არის სხვა ავტორიტეტი აქვს დედას ბავშვთან ხო აი ესეთი საერთო მუშაობა ძალიან აახლოვებს არა დედას და იმის საიდუმლოებები აი განსხვავებით მე და შენ რომ ვილაპარაკეთ შენ და მარიამის დაქალები ხართ ხო პრაქტიკულად შენ და მარიამი და ყველაზე უფრო მაგარ საიდუმლოებებსაც კი ეუბნებ მარიამს ხო ასე არის მოუყვები მაყურებელს არა კარ ვერ მოუყვები მაგრამ სინამდვილეში მენდეთ რა უკვე ისეთი დაქალობა აქვს ერთმანეთში და მე მიმაჩნია რომ ეს ბავშვისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი აი ჩემო პრინციპში ჩვენი 50 წუთი გავიდა მე ძალიან ესე მალე გავიდა იქნებ რაღაცა ცოტა მაინც სასარგებლო იყო ჩვენი საუბარი თქვენთვის ძალიან გამიხარდება თუ რაღაცა საინტერესო თემები გექნება ჩვენ მე და ანჩო მზადავარ და პრეზენტაციაზე ყველანი დაპატიჟებული ხართ დიდი მადლობა კოცნით თქვენი ანჩო და თათუ